მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ეს წელი თქვენი ყველა კეთილი სურვილის და ჩანაფიქრის ასრულების წელი იყოს. აქვე ბოდის მოვიხდი იმ საშინელი ვიზუალისთვის, რაც ახლა თქვენს წინ დევს, მაგრამ ამ სანთლის პატრონის ნებართვით ვასაჯაროვებ დღეს პირველი გადასხმა მისი და ეს არ არის არც წმენდა, არც თქვა რაღაც სხვა რიტუალი, ეს არის სადიაგნოსტიკო გადასხმა. თქვენ თვალით ხედავთ, რომ თუ კი რამე უბედურება შეიძლება იყოს ამ სამყაროში, ყველაფერი აქვს დამართებული ამ ადამიანს. ძალიან მრავალმხრივი დარტყმები აქვს მიყენებული. მოდი მთავარით დავიწყოთ, ხო? შეხედეთ ეს არის ზუსტად ქალბატონის ქვედა ჩაკრების ფორმა, ნახეთ, ხო? ჭიბს ქვემოთ ბოქვენს გულისხმობ, ეს არის მამაკაცის ორგანო, მიხვდებით, რასაც ვსაუბრობ და დაზიანება ზუსტად მოდის ამ ნაწილზე. ანუ ამ ადამიანს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ჯანმრთელობის პრობლემები ურთიერთობებში. ეს ასევე ითვლება, ეს ნაწილი, ახლა რა ფორმაზეც მე გავამახვილე ყურადღება, ეგრეთ წოდებულ კანალად, რომლიდანაც გაედინება ყველა ენერგია და ამავდროულად ამ შემთხვევაში მე ნამდვილებით და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ აი ამ ადამიანის ამ მდგომარეობაში ჩაგდება ზუსტად არის აი ამ მეორე ადამიანის საპირისპირო სქესიდან გამოწვეული, იმიტომ რომ ამ ადამიანით ხდება ამ პიროვნების სასიცოცხლო ენერგიების, სექსუალური ენერგიების და ზოგადად სიცოცხლის სურვილის და ძალის ენერგიების გადინება. ეგრეთ წოდებულ კრადნიკსაც უწოდებთ, ხო, მომპარავს, მაგრამ ეს ისე დაჯდა, ანუ ისე გამოისახა ზოგადად გადასხმის დროს, რომ აი ზუსტად აი ამ ქალბატონის ქვედა ჩაკრებს დაემთხვა, რაც რეალურად ამ ადამიანს აწუხებს. აქვე ნახეთ, როგორი ისეთი ბრჭყალებში სილამაზე მეშოკდევს, ჩაკეტილი აბსოლუტურად ყველა ენერგია, დაბლოკილი, დაკეტილი, რომ აი ამ უბედურებებმა გამოსავალი ვერ იპოვონ და გარეთ ვერ გავიდნენ. და ამ უბედურებებზე რომ გადავიდეთ, წარმოიდგინეთ, ყველა ჩაკრა დაზიანებულია. შეხედეთ, თავიდან მოყოლებული მოდის, ხო? ყველაზე დიდი დაზიანება ზუსტად აი სამყაროს ცენტრ, სამყაროს რითიც უკავშირდებით, ხო? მის მეშვიდე მთავარი ცენტრი, ჩაკრა რაც არის. ნახეთ, როგორი დამძიმებულია, ესე იგი აქ მხოლოდ ენერგეტიკული დაზიანება არ არის, მხოლოდ ჯადო არ არის გაკეთებული, აქ არის წყებაც. პროკლეაცია, აქ არის ამავდროულად შურიც, რომ არაფერი ვთქვათ ტრებზე. ერთი სისინა, ორი სისინა, აქეთ თვალი. და აკვირდით, აქეთ მთლად ურჩხული აზის ამას. ესე იგი, მეგობარი ემტერია, რომ ვერავინ გაარჩევს. ფინანსური არხები ხო საერთოდ სასწავლო მდგომარეობაში აქვს ამ ადამიანს. ურთიერთობის მეორე ჩაკრა ზუსტად რაც ნახე, აბსოლუტურად დაზიანებულია და ამას ვერასდროს ნორმალური ურთიერთობა საპირისპირო სქესთან ვერ იქნება. აქ ასევე ხედავთ ხო თვალს, შურს, ავის მთქმელი, ავის მსმენელი, ძალიან ბევრი ადამიანი ყავს. ამ ადამიანს აქვს ძალიან სერიოზული დაზიანება მიყენებული მზის წყნულზე. პრაქტიკულად აი ხომ გეუბნები მთელი ორგანიზმი, აქეთ
პატარა ესეთი კანალი გვაქვს, საიდანაც ასევე ხდება გადინება მისი ენერგიების აკლდ ბირჟ, как называется, вот ესეც ასე ვთქვათ ბჭყალებში სილამაზე, როგორც ადამიანის სხეული გაწოლილი, ხო ნახეთ? ეს ადამიანი არის ყველა მხრივ გამეტებული, აბსოლუტურად ყველა მხრივ. ერთი სული მაქვს, როდის გავანულებ ამ სანთელს, იმიტომ რომ მეც არ მსიავნებს ამისი ჯერ ყურება და მერე შეხება. იმდენი ნეგატივია. ეს არის სადიაგნოსტიკო და მომდევნო გადასხმებში ეს უფრო მეტად კიდე გამოიკვეთება ეს რეალურად, ვთქვათ, ის მომენტია, რაც სექსუალურ ურთიერთობებს უკავშირდება, რაც რეალურად პრობლემა აქვს ამ ადამიანს, თუ უფრო მეტად არის კანალი, რომელიდანაც ხდება ამისი ყველა სიკეთის გატანა. მაგრამ ამაზე მოქმედებენ, აქ არის ძველი, აბსოლუტურად ჩაკერული კერები, ასევე არის ახალი ნაკეთები, ახალი ნამოქმედარი, საკუთარ მტერს რომ არ უსურვებ დაახლოებით ისეთი სანთელია, ესეთი საშინელი სანთელი. არ ვიცი, უკანასკნელ პერიოდში კი მქონდა, მაგრამ თლად ეგეთი გააკას, რომ აი ყველაფრისთვის გამეტებული იყოს ადამიანი, მე პრაქტიკულად არ მქონია. თვითონ სანთელს დააკვირდებით, ალბათ ხედავთ ხო, გულის ფორმა აქვს, ნახეთ, ობიექტივში როგორ ეტევა, ხო, მაგრამ აი ზუსტად გულიდან ხდება, აი ამ გულიდან არა, ქვედა ჩაკრებიდან ხდება, მაგრამ რაც ხო, აქ როგორი აკუშკები გვიზიან და როგორი ტარანტულები და როგორი რვაფეხები, იქ ცალკე საქმეა. ეს ყველაფერი მოშორდება, ეს ყველაფერი იქნება მოცილებული, ნელ-ნელა მოვერევით და გავასუფთავებთ ამ ყველაფერს და ამ ადამიანს ყველა სასიცოცხლო ძალა აღუდგება, მაგრამ იქნება საკმაოდ რთული სამუშაო. ხო. ეს რატომ გავაკეთე, ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ, იმიტომ რომ გაჩნდა კითხვები იქ სანთელზე საერთოდ რა ხდებოდა, ჩვენ არც ვიცოდითო და ერთი-ორმა პირად კონსულტაციაზეც რომ მომართა, ნახეთ, ეს ჩემით გავხეთქე და გადმოდის წყალი, ხო, ნახეთ, ესენი რომ ერთი სული მაქვს, როდის გავადნობ, კი არა, ხო, გავადნობ და მოვაშორებ, იმიტომ რომ დიაგნოსტიკას როცა აკეთებ ადამიანი, ამ სანთლის გამოყენება იმავე ადამიანზე მერე შეგიძლია პირველ წმენდაზე. თორემ ზოგადად ერთი სანთლის სხვა პირზე გამოყენება არ შეიძლება, უტილიზაციას ექვემდებარება. აი, ერთი სული მაქვს, დავშალო და გავაფუჭო, ეს კოშმარი, იმიტომ რომ ძალიან არ მსიამოვნებს, რასაც უყურებ, ასე მგონია, ასე ხელით რომ ვაცილებ და ვაშორებ, იმ ადამიანს რეალურად რაღაცა საშინელებები ჩამოდის, კი ხედავთ თქვენი თვალითაც, ხო, მეგობრებო. და საკმაოდ ისეთი დამანგრეველი და შრომატევადი საქმიანობა მინდა გითხრათ. 100 კონსულტაცია რომ მიიღო ტაროზე, ამის ერთს უდრის. კარგით, მეგობრებო, დაგემშვიდობებით წარმატებებს და ნულოვან ნეგატივს გისურვებთ თქვენს ცხოვრებაში. მადლობა ყურადღებისთვის.